თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დიდი რუსი ისტორიკოსი და საბჭოთა პერიოდიკის მკვლევარი იური აფანასიევი საინტერესოდ საუბრობდა რუსულ ტრაგიზმზე და ამ ყველაფერში აღმოცენებულ ადამიანის ფსიქოტიპებზე. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც ბუნებით მონაა, შესაბამისად არ გააჩნია სიამაყე და ხშირად იმაზე მეც ვითხოვთ ასეთი საზოგადოებისგან, ვიდრე მათ ძალუძთ. დღევანდელ გადაცემაში იური აფანასიევის ერთ სტატიას გაგაცნობთ, რომელიც ნათლად ამხელს თავისივე ქვეყნის პარტიულ ცხოვრებას. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. მონას არ გააჩნია საკუთარი სიამაყე, ამბობდა ისტორიკოსი. სტალინური ტერორის მილიონობით გამქრალმა მსხვერპლმა შვა კიდევ მილიონები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ზნეობრივად შერყნილნი. ნაციზმი და სტალინიზმი ეს თანაფარდი წარმონაქმნია. ნაცისტური და სტალინური რეჟიმებისათვის დამახასიათებელია მასის ბატონობა, უღიმღამოდ დამუნჯებული ადამიანისა, რომელიც არ წარმოადგენს პიროვნებას და მიილტვის მასში გათქვეფისაკენ. ამგვარ ადამიანს ორმაგი ბუნება აქვს. მას სურს გახდეს დიდი და ხედავს თავის უსარგებლობას. მას სურს იყოს ბედნიერი, ისე კი სრულიად უბედურია. მას სურს იყოს წარმატებული, მას კი არც რა შესწევს. გამოდის, რომ ჩვენ დემოკრატი რომანტიკოსები ვიყავით შირმა, რომლის მიღმათაც თხუნელებით ხრიდნენ სოროებს. რუსეთი იმიტაციის ქვეყანაა, მანკიერების ქვეყანაა. ჩვენთან პარტიაში მანკიერება სათათბირო ბუტაფორიული სიყალბია. ყველა ეს არჩევნების, სამართლიანობის, სასამართლოს, პროკურატურის სისტემა, სახელმწიფო დაწესებულების სისტემა წარმოადგენს მეკრთა მეობის, ქურდობისა და ყაჩაღობის ორგანოებს. ესე იგი, სახელმწიფო ორგანოები ფუნქციონალურად იქცნენ თავისთავად დაპირისპირებულ რაღაც წარმონაქმნად და ამ სიმულაციებით ცდილობენ რაიმე სახის შეინარჩუნონ რუსეთში ის, რაც საბჭოთა სისტემიდან გადარჩა. აწინდელმა ხელისუფლებამ უფრო დახვეწილად შეისწავლა თანამედროვე პოლიტექნოლოგიების მეშვეობით შეგნებებზე манипуляცია, ვიდრე საბჭოთა იყო. გარდა ამისა, მას შესწევს უნარი ფინანსური ტალღის იმგვარი რეგულირებისა, რომ რუსეთის მოსახლეობა ხელისუფალთა ძალისხმევით დარჩეს ნაკრძალშივე. მოსახლეობა როგორც ასეთი ამ ხელისუფლებას არ სჭირდება, იმიტომ რომ მილებისა და ნედლეულის არსებობით ის უამისოდაც გავა ფონს. ამიტომ პუტინის მთელი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობა შერეკოს ნაკრძალში. არავითარი მონაწილეობა რაიმე სახის პოლიტიკაში არ წარმოაჩინონ თავი არავითარი სახის მრეწველობის დარგში. თქვენი ადგილი ნაკრძალშია. ჩვენ კი თქვენ ეს სიტყვები სოლჟენიცინის ეკუთვნის. გაგიფრთხილები ვართ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.